სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მებრძოლები არიან. მათი წვრთნები სპეციფიურია და სხვა სამხედროების მზადებისგან რადიკალურად განსხვავდება. ყოველი კონკრეტული დავალების წარმატებით შესრულება სწორედ ასეთი მკაცრი მომზადების შედეგია. არსებობს კომბინირებული სწავლებებიც. ეს უკვე სპეციფიური მომზადების დეტალია. ამ დროს სპეცდანიშნულების მებრძოლები უკვე განსხვავებულად მოქმედებენ. მათი მოქმედება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მიზანში მაქსიმალურად სწრაფი და ზუსტი სროლით ფასდება. ეს სწავლება უკვე სამთო მომზადების ელემენტებს შეიცავს. ნორმატივები იგივეა, სისწრაფე და სიზუსტე. სპეცდანიშნულების მებრძოლების მოქმედებას ხშირად ქირურგიულ ოპერაციას ამსგავსებენ. წარმოგიდგენთ პირობითად დასახლებული პუნქტის მოწინააღმდეგისგან გაწმენდის ოპერაციას. პირველი იერიში სნაიპერმა უნდა მიიტანოს. იგი მსხვილკალიბრიანი შაშხანითაა შეიარაღებული. რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ცეცხლი მაქსიმალურად შორი მანძილიდან გაიხსნას. სპეცდანიშნულების სნაიპერს მოწინააღმდეგეს საფარშიც ვერ დაემალება. სპეცდანიშნულების მებრძოლები ვერტმფრენიდან დესანტირებისთვის ემზადებიან. ორი მირვა ტიპის შვეუმფრენს 2.24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი ეხმარება. სანამ უშუალოდ დესანტირება მოხდება, Mi-24-ები პირობით მოწინააღმდეგეს ჰაერიდან უხსნიან ცეცხლს. შემდეგ დესანტირება იწყება. სპეცდანიშნულების ჯგუფი უკვე ოპერაციის ძირითად ნაწილს იწყებს. წინასწარ შერჩეული შენობების შტურმი ერთდროულად უნდა გახორციელდეს. შემტევი ჯგუფი მოწინააღმდეგეს ძლიერ ცეცხლს უხსნის. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება და სისწრაფე. საჭიროა მაქსიმალურად შეთანხმებული მოქმედება. შენობებში შეღწევა სწრაფად და მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელად უნდა მოხდეს. სადაც საჭიროა შენობის კარიც უნდა აფეთქდეს. აფეთქება შენობის შტურმით დამთავრდა. ოპერაცია დასრულდა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებას თავისი ადგილი ღირსეულად უკავია.